ყველაზე საშიში და მავნე საკვები, რომელსაც საქართველოში ყველა ადამიანი თითქმის ყოველ დღე იღებს, არა და რომელიც ანადგურებს ჩვენს ორგანიზმს. თან ახლა საუბარი შაქარზე არ მექნება, ამიტომ ესე დავიწყე, რომ თქვენთაგან უკვე შაქარზე იფიქრა და ეს შაქარი არ არის. ეხლა გეტყვით, რა სიწვევს ეს ყველაფერი და რა პროდუქტებში შედის ყველაზე დიდი რაოდენობით და რას უნდა მოარიდო შენი ახლობლები და ოჯახის წევრები. ვინც გიყვარს, გირჩევ რომ ყველას გაუზიარე ეს ვიდეო აქ დააჭირე გაზიარების ხილაკს და დავიწყოთ განხილვა, ხო, რომელია ყველაზე საშიში საკვები. მე თემო ვარ შოთაძე, კონსულტანტი დაბალანსებული კვების საკითხებში, წლების გამოცდილებით. ჩემი პირადი შედეგია -60 კილოგრამი და დავიწყოთ განხილვა. პირველ რიგში შენთან შეკითხვა მექნება, უბრალოდ მაინტერესებს, ხშირად მომართავენ ხოლმე ხან ბოლო დროს ზაფხული დაიწყო განსაკუთრებით წონის დაკლების თაობაზე და რამდენი გაქვს ჭარბი-წონა და რამდენი კილოგრამს დაიკლებდი სიამოვნებით კომენტარებში დაწერე, მაინტერესებს უბრალოდ რამდენად გულწრფელები ხართ, რამდენად იაქტიურებთ, თან გავაზიაროთ ეს ვიდეო და დავიწყოთ განხილვა. ესე იგი, ამ პროდუქტის ყოველდღიური მოხმარება, ყოველდღიური ხშირი მოხმარება, პირველ რიგში რასაც იწვევს, ეს არის გაცხიმოვნებას და ქოლესტერინის პრობლემებს. ძალიან ბევრ ადამიანს, თითქმის ყველა მეორე ადამიანს საქართველოში აწუხებს ახლა ქოლესტერინის პრობლემა, ზუსტად იმის ბრალია, რომ ეს საკვები ძალიან გავრცელებულია. შემდეგ გულის დაავადებებს და გულის პრობლემების რისკებს, აი გულით ამდენი ადამიანი რო იღუპება დღეს და კვდება ნაადრევად, ზუსტად აი ამ პროდუქტების გადაჭარბების ბრალია. შემდეგ დიაბეტის განვითარების რისკებს ზრდის და ინსულინის მიმართ გრძნობელობას ამცირებს, ანუ დიაბეტის რისკებს აწვდის. შემდეგ ყველაზე მეტად ზრდის მუცელს. ეს პროდუქტი არის აი პირდაპირ მუცლის წარმოშობია რა, თუ შენ ჭარბი წონა გაქვს და განსაკუთრებით მუცელზე, ეს ერთ-ერთი აი ზუსტად ამ პროდუქტის ბრალია. შემდეგ ძალიან სერიოზულ ღვიძლის პრობლემებს იწვევს, აი ძალიან სერიოზული ღვიძლის პრობლემები შეიძლება დაგვეწყოს. ასევე ტვინის ფუნქციების დაქვეითება და კონცენტრაციის უნარის დაკარგვა ამ პროდუქტების დამსახურებაა. შემდეგ კანის პრობლემებიც კი შეიძლება გამოიწვიოს, 1000 გაღიზიანებადობა, გამონაყარი და ასე შემდეგ. ორგანიზმის ნაადრევი დაბერება, ანუ ხო იცნობ 25 წლის ადავიანებს 80 წლისავით ენერგია და ძალები გვაქვს, ესეც ერთ-ერთი ამის ბრალია და წარმოიდგინე კიბოს რიცხვის ესე გაზრდასაც აი ამ პროდუქტს უკავშირებენ, რომ აი ამდენ ადამიანს რომ ონკოლოგია ჭირს, ანუ ფაქტიურად ყველა უბედურებას იწვევს ეს საკვები და რა თქმა უნდა ეხლა საუბარი მაქვს ხელოვნური ქიმიური გზით გადამუშავებულ სცენარეულ ცხიმებზე, რომელიც არის გამყარებული, ანუ ამას ეძახიან დღესდღეობით თქვენ იცნობთ როგორც ტრანსცხიმებს. ის ყველაზე დიდი რაოდენობით, ანუ ტრანსცხიმი არის სცენარეული ცხიმი, რომელიც თხევადი სახით იყო, თქვათ აი ნებისმიერ ეგრა პალმისეთი იქნება, ზესუმზირისეთი თუ ასე შემდეგ და გამყარებულია ქიმიური პროცესებით. და ნახე რა პროდუქტებში შედის ის ყველაზე დიდი რაოდენობით, რაც უნდა ვერიდოთ, რომ გაუფრთხილდეთ ჩვენს ორგანიზმს და ჩვენს ჯანმრთელობას. პირველი, რა თქმა უნდა, ყველაზე თვალსაჩინო არის მარგარინი და მცენარეული კარაქები, სამარხო კარაქები და მარგარინი. ეს არის დამღუპველი პროდუქტები, რაც მარგარინს შეიცავს, გირჩევ რომ შენი რაციონიდან ამოიღო. შემდეგ ცომეული, განსაკუთრებით კი ფენოვანი ცომი, პირდაპირ 100%-ით ტრანსცხიმებით არის გატენილი, ძალიან საშიში და მავნეა. ასევე საკონდიტრო ნაწარმი. სხვადასხვა იქ დონატები, ნამცხრები, ტორტები, ვინ გააკეთებს იმას ძვირადღირებული იმ ცხიმებით, ხო ტრანსცხიმი არის ჩათვალე ძვირადღირებული ნაღების კარაქის შემცვლელი არის და ღირს კაპიკები და არის საწამლავი. შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით შედის ის ჩიფსებში და კრეკერებში. შვილებს განსაკუთრებით მოარიდეთ ესეთი რაღაცები, მარილიანი კრეკელები, ჩიფსები, ყველა ერთი მეორეზე მავნეა. ასევე ძალიან დიდი რაოდენობით შედის შოკოლადებში. თითქოს შოკოლადთან რა კავშირი აქვს, საერთოდ არ უნდა შედიოდეს ტრანსცხიმი, მაგრამ ტრანსცხიმით იმის წარმოება ძალიან იაფი შედის და მწარმოებელიც იყენებს. ამიტომ ეს შოკოლადის ფილები, სხვა პლიტკებს რო ეძახით და ასეთ რაღაცებს გატენილია ტრანსცხიმებით. ასევე ნაგეტსები და გაყინული ფაბრიკატები შეიცავს ტრანსცხიმებს. მათი გაგემრიელებისთვის და ცხიმებით გამდიდრებისთვის იყენებენ ამ ჰიდროგენეზირებულ, ასე თქვა, ზეთებს. ასევე სხვადასხვა соусებში, აი შენ რო ჭამ соусს და იზახი რომ არა, კაია ეს მაიონეზე გემრიელი რაცა, ზოგი შაურმებში ხმარობს, ზოგი რაღაცაში, იმ соусსაც ზუსტად ტრანსცხიმებით აგემრიელებენ და ამდიდრებენ ცხიმებით. ცხიმიანი საკვები ზოგადად გემრიელად გვეჩვენება და ამ соусებშიც
გატენილია. ასევე სპრედებში ხალხო აი ეს კარაქის შემცვლელები როა სპრედებში ცავსია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, აი ხა ეს კარგად მინდა გაიგოთ, იმიტომ რომ ქართულმა მოსახლეობამ ეს არ იცის. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ტრანსცხიმი შედის სამარხო პროდუქტებში, იმიტომ რომ ტრანსცხიმი არის ცხიმი, ოღონდ მცენარეული, გამყარებული ცხიმი, ანუ სამარხოა რეალურად და სადაც უნდა იყოს ის რაღაცა ნაღების კარაქი და ცხოველური ცხიმები, იმას ამით ანაცვლებენ და არქმევენ სამარხოს და არა და რეალურად ის არის ბევრად ჯანსაღი, რაც ბუნებრივ ცხიმებს შეიცავს, ეს ჩვეულებრივი საწამლავია. ეხლა ისეთ თემებს ვეხებით, რომ მაქსიმალურად გირჩევ ყურადღებით უსმინე, 1-2 მოусმინე და გაუზიარე შენს ახლობლებს, მეგობრებს, რომ მათაც ხონდეთ ის ინფორმაცია და წარმოიდგინე ეხლა ზოგი ისეთ პროდუქტშიც კი შედის ეს ტრანსხიმი, რომ ვერც წარმოიდგენ. მაგალითად, პაკეტების ერთჯერადი ძიანი ყავები და ეგეთი რაცები რო იყიდება, ჩაიხედეთ იქა ჩემოდგალობაში. გატენილია ამ პალმის ზეთებით და გამყარებული სხვადასხვა მცენარეული ცხიმებით, რომელიც არის პირდაპირ საწამლავი ჩვენი ორგანიზმისთვის. წარმოიდგინე ახლა მეცნიერებმა რა თქვეს, ერთ-ერთ ტრენინგზე მოვისმინე და შოქში ვიყავი. რა მე ხო ყველას ვეუბნებოდი, რომ ცოტა მიიღე შეამცირე, მაგრამ მეცნიერებმა თქვეს, რომ საერთოდ არ მიიღოთო, იმიტომ რომ არ არსებობსო მინიმალური დოზაც კი, რომელიც შეიძლება უსაფრთხოდ ჩაითვალოსო, იმდენად საშიშია. ამიტომ გირჩევთ, რომ ახლა შეიძლება საერთოდ ვერ ამოიღო, მაგრამ მაქსიმალურად იშვიათად გახადე ამ პროდუქტის მოხმარება და ვინც გიყვარს, ყველას მოარიდე. თუ გაქვს რამე შეკითხვები ჯანსაღი კვების შესახებ, წონის კლების შესახებ, სხვათა შორის წონის კლება თუ გინდა, ეხლა ჩვენს პროგრამებში ძალიან მაგარი შეთავაზებები გვაქვს. შეგიძლია პირადში მოგწერო და რამე შეკითხვები თუ გაქვს, ჩვენ ვცდილობთ რომ უფასოდ ბევრი ინფორმაცია გავზიაროთ ადამიანს, დაწერე კომენტარებში და ვეცდები რომ მაგ კომენტარებზე მე ყველაზე ვიდეო გადავიყო. პირადად გავეცნობი ყველა კომენტარს. შევხვდებით შემდეგ ლაივ ჩართვაზე. ერიდეთ სცენარეულ გამყარებულ ცხიმებს, იგივე ტრანსცხიმებს.